გამარჯობა, შესრულდა 11:09 და ამ კვირადღის დილიდანვე პულსი კვლავ თქვენთან ერთად არის. იმისთვის რომ ისაუბროს იმაზე, რაც ყველაფერი არ არის და რის გარეშეც ყველაფერიც არაფერია. ჯანმრთელი პულსი, ჯანმრთელი ორგანიზმი და ჯანმრთელი გარემო. აი ეს მიზანი, რომლის მისაღწევადაც პულსი ყოველ შაბათსა და კვირას გადის მაესტროს ეთერში და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ ყველაზე საინტერესო, სასარგებლო და რაც მთავარია, კომპეტენტურ ინფორმაციას გაწვით. აქვე იმასაც გეტყვით, რომ დღევანდელი გადაცემა თემატური იქნება და ის მთლიანად ერთ სამედიცინო დაწესებულებას, Medigard's დაეთმობა, რეაბილიტაციის ცენტრს, რომლის ტელედათვალიერების შემდეგაც გარწმუნებთ თქვენთვის საინტერესო არაერთ სიახლეს აღმოაჩენთ. კეთილი იყოს თქვენი მკურნალობა. ასეთი საინტერესო ფრაზით ხვდება პაციენტებს რეაბილიტაციის სამკურნალო სადიაგნოსტიკო ცენტრი Medigard, სადაც მკურნალობის ექსკლუზიურ მეთოდებთან ერთად პაციენტებს აგრეთვე ექსკლუზიურად გულისხმიერი სამედიცინო პერსონალი და კეთილგანწყობილი გარემო ხვდებათ. მაინც რას გულისხმობთ ექსკლუზიურ სერვისებში? რაში მდგომარეობს Medigard's ახლებური მიდგომები და რა გამოცდილებას ფლობს კლინიკა ამ მიმართებით? ყველაფერ ამის შესახებ ჩვენს დღევანდელ გადაცემაში Medigard's ექიმები და პაციენტები ისაუბრებენ. როგორც ცნობილია, მსოფლიოში სამედიცინო დაწესებულების მომსახურების შესაფასებელი რამდენიმე მეთოდი არსებობს. ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მათ შორის პაციენტის კმაყოფილება გახლავთ. თუ პაციენტი კმაყოფილია, ესე იგი კლინიკა სწორი მიმართულებით მუშაობს და მისი პერსონალის მიერ გაწეული სამედიცინო დახმარებაც ეფექტური და შედეგიანია. ამჯერად ჩვენი პაციენტების მოსაზრებებს გაგაცნობთ, რომლებიც წლებია ურთიერთობენ სამკურნალო სადიაგნოსტიკო რეაბილიტაციის ცენტრთან Medigard, სამედიცინო დაწესებულებასთან, სადაც წარმატებით ხშირად უოპერაციოდ და მედიკამენტების გარეშე მკურნალობენ ქრონიკულ და შორს წასულ დეგენერაციულ ცვლილებებს. მაშასე, პაციენტები, ვისთვისაც Medigard უბრალოდ სამედიცინო დაწესებულება კი არა, ფაქტიურად მეორე სახლია, ადგილი, სადაც იციან, როგორ მიუდგნენ პაციენტს, როგორ მართონ კონკრეტულად მისი პრობლემები. წლები არის უკვე რომ ჩვენ ურთიერთობთ და რახან უკვე ჩემს სახლთან არის ეს კლინიკა ახლოს, უფრო მეტად მაწყობს. ძალიან ხშირად დავდივარ. მე რაღაცა პატარა მართლა ვიყოთ გულწრფელად გეუბნებით, როგორც კი რამე შემაწუხებს, მოურბივარ აქ, რომ რაღაცა არ გამომეპაროს. ეს არის ძალიან სერიოზული კლინიკაც არის და ძალიან სერიოზულად უდგები მე. მე იმდენი წლის პრობლემები მომიხსნეს აქ და მომიგვარეს, რომ კარგის და საუკეთესოს გარდა არ შემიძლია არაფერს თქვა. ჩემო უახლოესმა მეგობარმა მიჩია, რომ მოვსულიყავი ქალბატონ ნუნუსთან და იმის მერე მე ყველას დედაჩემს პირველ რიგში ამას წინათ ყავდა რაღაც არ მომეწონა, ვიფიქრე რა უშველოთ და რა თქმა უნდა ეს იყო კლინიკა, რომელიც ჩქარა მოვირბინეთ და დიაგნოსტიკური ტესტი გაიარა ნანიმ და მე მგონი ძალიან გვიშველა. აქ მოვდივარ როგორც საკუთარ სახლში. არაჩვეულებრივი კოლექტივი, გულისხმიერი. სხვანაირად არც მოვიდოდი. სხვა დამოკიდებულების გარეშე ალბათ არც მოვიდოდი და ყოველთვის სიხარულით. იშვიათია რომ ექიმთან მოხვიდე სიხარულით. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, როცა ესეთი სითბო და ესეთი კარგი გარემო გვხვდება თვითონ კლინიკაში თუ ექიმთან მისულს. აი ქუჩიდან როგორც კი შემოდიხართ შენობაში და კარებს აქეთ აღმოჩნდებთ, არაჩვეულებრივად კარგი სიტუაცია და კარგი გარემო და ოჯახური სიტუაცია რაღაცა კიდეც ვამბობ ხოლმე რომ მოვდივარ აქ ჩემ კლინიკაში მივდივარ, ჩემთან მივდივარ, ამას ნამდვილად გადაჭარბების გარეშე ვამბობ. აი ასეთია ის მადლობის გამომხატველი ფრაზები, რომელთაც Medigard's მისამართით არასდროს იშურებენ აქ მოსული პაციენტები. ახლა კი დიაგნოსტიკა მკურნალობის იმ მეთოდების შესახებ, რომელთა გარშემოც Medigard's პაციენტები საუბრობდნენ. კლინიკა Medigard დღევანდელი სახით არის საქართველოში პრაქტიკულად ერთადერთი კლინიკა, სადაც მიმდინარეობს აღუდგენითი თერაპია, როგორც კომპლექსური დიაგნოსტიკაში, ასევე კომპლექსური თერაპიაში. ამდენად მოვედით ასეთ შედეგამდე წლების განმავლობაში, ნაბიჯ-ნაბიჯ მოგვეცა შესაძლებლობა საშუალება, რომ აგვემაღლებინა ექიმების კვალიფიკაციები და გაგვევლო გარკვეული სტაჟირება, შეგვეძინა ის აპარატურა, სამკურნალო აპარატურა, რის მეშვეობითაც დღეს მიმდინარეობს კლინიკაში მეტად მნიშვნელოვანი და მეტად ეფექტური სამკურნალო კურსები.
მოგეხსენებათ, ეფექტური მკურნალობის უპირველესი და აუცილებელი პირობა ზუსტი დიაგნოსტიკაა. ამ მხრივ მედიგარდის პრაქტიკა სწორედაც რომ ექსკლუზიურია. მედიგარდი საქართველოში ერთადერთი დაწესებულებაა, სადაც დიაგნოზის დასმა შემდეგნაირად ხორციელდება. დიაგნოსტირების თვალსაზრისით ჩვენთან კეთდება როგორც ფუნქციონალური დიაგნოსტიკა, რაც საკმაოდ ასე ვთქვათ, არატრადიციულია ფუნქციონალური დიაგნოსტიკა ამა თუ იმ ორგანოების. და რაც მთავარია, ეს მეთოდი, რომლითაც ჩვენ მუშაობთ, არის კომპლექსური, პრაქტიკულად წარმოადგენს სკრინინგ მეთოდს, რაც საშუალებას იძლევა ერთდროულად შეფასდეს მთელი ორგანიზმი, ყველა ორგანო, ყველა სისტემის ფუნქციონალური მდგომარეობა და შესაბამისად მივიღოთ ინფორმაცია შემდგომ სადიაგნოსტიკო ღონისძიებების უფრო მიზანმიმართულად და ასევე დაისახოს სწორი აღდგენითი თერაპია, იმიტომ რომ როგორც წესი, როცა ერთი დაავადება არსებობს, მას აქვს ადამიანებთან უკვე გამოხატულია გარკვეული სიმპტომა კომპლექსი და რამოდენიმე პრობლემა იყრის ხოლმე თავს ერთად. აი სწორად დადგინდეს ის სიმპტომა კომპლექსი და გამომდინარე იმ ინფორმაციიდან, რომელსაც ჩვენ მივიღებთ, დაინიშნოს ინდივიდუალური სამკურნალო კურსები, აი ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი. სრული დიაგნოსტირება უმოკლეს დროში, სრულიად უმტკივნეულოდ, კომფორტულად და იაფად. ეს მედიგარდის ექსკლუზიური მეთოდია, რომლის ეფექტურობაც კარგახანია დადასტურებულია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და რომელიც საქართველოში მხოლოდ მედიგარდშია დანერგილი. და მეთოდის ავტორი არის იაპონელი მეცნიერი ნაკატანი, რომელმაც 50-იან წლებში აღმოაჩინა და დაამტკიცა, რომ არსებობს ესეთი გამტარი სისტემა ორგანიზმში გარდა ნერვიული სისტემისა, რის მეშვეობითაც შესაძლებელია ინფორმაციის აღება შინაგანი ორგანოების ფუნქციონალურ მდგომარეობაზე. ამდენად დღეს საზღვარგარეთ იაპონიაშიც ეს მეთოდი არის ძალიან მიღებული კვლევაძიების თვალსაზრისით. საშუალებას იძლევა უმოკლესი გზით გავარკვიოთ რაშია პრობლემა, კვლევაძიება შემდგომი საით უნდა წავიდეს, ეს პაციენტისთვისაც გაცილებით ეკონომიურია და მიზანმიმართული ქმედებები ექიმისთვისაც შემდგომ გაცილებით უფრო კვალიფიკაციის, ვთქვათ, დასამტკიცებლად უფრო მეტ საშუალებას იძლევა. როგორც დასაწყისშიც აღვნიშნეთ, მედიგარდის მთავარი ნოუ-ჰაუ პაციენტის მიმართ ინდივიდუალური მიდგომა და შესაბამისად, აქედან გამომდინარე დანიშნული მკურნალობა რეაბილიტაციის კურსი გახლავთ. მხოლოდ ინდივიდუალურად, კონკრეტულად ცალკეული პაციენტისთვის დგება მკურნალობის სქემები, მუშავდება მიდგომები, ხორციელდება კომპლექსური შეტევა პრობლემაზე და მიიღწევა სასურველი შედეგი, რთული დაავადებების ფუნდამენტური მკურნალობა. ურთიერთკავშირების კანონზომიერება, რაც ბუნებაში არსებობს, იძულებულს ხდის ვიარზროვნოთ, რომ მკურნალობის პროცესი იყოს უფრო კომპლექსური, სისტემური და შედეგიანობა, რა თქმა უნდა, მას უფრო მეტი აქვს. ავიღოთ მაგალითად ხერხემლის პრობლემები, რომლის მიმართ დამოკიდებულებაც ამ შემთხვევაში სწორედაც რომ ნახსენები კომპლექსური მიდგომის თვალნათელი მაგალითია. ხერხემალი არის გამტარი სისტემა კიდევ ერთ-ერთი, რომელიც ცენტრიდან არსებული იმპულსს ხერხემლის გავლით მიაწვდის პერიფერიას, ხო? რამდენადაც ჯამთელია ხერხემალი, იმდენად ჯამთელია შინაგანი ორგანიზმი და მთლიანად სხეული. რამდენადაც დაზიანებულია შინაგანი ორგანოები, იმდენადაც ხერხემალში მიდის რაღაც გარკვეული პროცესები. ამდენად, როცა ჩვენთან მოდიან და ხერხემლის მკურნალობა უნდათ, როგორც წესი, მაინც კომპლექსური თერაპია ინიშნება, ვინაიდან თუ არ მოწესრიგდა შინაგანად მიმოცვლის პროცესები, რაიმე სერიოზულ მკურნალობაზე, ან რამის აღდგენაზე, აქ ლაპარაკი არ არის სწორი. როცა მიდის კომპლექსური თერაპია, სწორი თერაპია, მაშინ ამ შემთხვევაში შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ჩვენ ვაგვარებთ სერიოზულად რაიმე მიმოცვლის პროცესებს. ბანალურად ავიღოთ ოსტეოხონდროზი, რომელიც არის ძალიან გავრცელებული. ვიცით რომ ესეც ქრონიკული პროცესია, ხო? სამწუხაროდ დღეს ოსტეოხონდროზი გაახალგაზრდა და გაახალგაზრდავდა იმ მიზეზებით, რომ ტოტალურად მოდის ჰიპოდინამია. ახალგაზრდებს უხდებათ მეტად უფრო ჯდომა, კომპიუტერებმა დაატყვევა ტოტალურად საზოგადოება, ამდენად ხერხემალს ეს არ მოსწონს და ხერხემალი თავისთავად განიცდის დიდ დისკომფორტს, დიდ პრობლემებს კვებასთან, ელასტიურობის დაკარგვასთან დაკავშირებით და ზოგადად მე ჩვენ უკვე ერთი მეორეზე მიწყობილ პრობლემებს ღებულობთ. მაგრამ როცა ჩვენ ვამბობთ, რომ ნივთიერებათა ცვლის დარღვევა, რა თქმა უნდა, ნივთიერებათა ცვლის დარღვევაში მოისაზრება მინერალური ბალანსის
დარღვევა, ხო? ამიტომ მინერალური ბალანსის დარღვევაზე, რა თქმა უნდა, ფარისებრი ჯირკვალი და ფარისებრ ახლომდებარე ჯირკვალია პასუხისმგებელი. ასევე საჭირის მომნელებელი სისტემა, რამდენად მიდის სწორად შეწოვა იმ საკვები ნივთიერების, რაც სჭირდება ძვალს. ამდენად ხერხემალს მარტო ვერ უმკურნალებ, თუ არ ფუნქციონირებს სწორად კუჭნაწლავი. თუ არ ფუნქციონირებს, თქვათ, ენდოკრინული ჯირკვალი, რომლის ჰორმონიც არის ტრანსპორტერი ამ შემთხვევაში, ხო? ამდენად არ შეიძლება ხერხემლის მკურნალობა განყენებულად მარტო ხერხემალზე ზემოქმედებით. ეს არ არის სწორი და იმ შედეგს ვერ მოგცემს, რაც უნდა დაიდოს, ხო? ამდენად ჩვენთან მოსულ პაციენტს ჩვენ თავაზობთ მინიმუმ პროგრამას და უხსნით ჩვენ აი მინიმუმ პროგრამით მივაღწევთ აი ასეთ შედეგს, მაქსიმუმ პროგრამით ჩვენ გიმკურნალებთ ფუნდამენტურად. პირველი კურსის ჩატარების შემდეგ ეს პირველი კურსი ძირითადად 10 პროცედურის ჩატარება მომიწია ამფომენის მეთოდით. აი მომენტში იმდენად არა, მაგრამ სადღაც 1 თვის მერე უკვე თვალში საცემი შედეგი და შედეგი იყო არაჩვეულებრივი. მე თვითონ პერსონალია ისეთი, რომ აქ არ არის ნამდვილად ეს სიტუაცია, რომ რაღაცა ფინანსური დაინტერესების გამო, აი რომ მოდიხარ, ხო, რეალურად გეუბნებიან რა შედეგით შეიძლება წახვიდე და გაგიშვება ნაკით. იმდენად ეფექტურია აღდგენითი თერაპია, რომ ოსტეოხონდროზის შედეგად ხდება ფიბროზული ქსოვილის დარღვევა. კალციფიცირება, ელასტიურობის შემცირება და ასე შემდეგ. ხდება როგორც ელასტიურობის აღდგენა, ასევე სისხლის მიმოქცევის გააქტიურება, კვების აღდგენა და შესაბამისად ქსოვილები იბრუნებენ იმ ფიზიოლოგიურ ფუნქციას, რაც მათ ბუნებით ჰქონდათ მინიჭებული. ამდენად ჩვენ მუშაობთ თვით რეგულაციის სისტემების აღდგენაზე და დაბრუნებაზე ფიზიოლოგიური პროცესებისა. შედეგები არის საუკეთესო, პაციენტები ჩვენთან წლების განმავლობაში ამ პრობლემით მკურნალობენ და საქმე იმაშია, რომ ასეთი მეთოდი მადლობა ღმერთს რომ არსებობს, შესაძლებლობას იძლევა სამომავლოდ მივაღწიოთ მყარ რემისიას და აღარ იყოს ეს პრობლემა შემდგომში კიდევ განმეორებული. კომპლექსური მიდგომა პრობლემისადმი. ეს მედიგარდის სპეციალისტების წარმატების ერთ-ერთი მთავარი გასაღებია. სწორედ ამიტომ კლინიკაში ერთ შეკრებილ გუნდად მუშაობენ რეაბილიტოლოგი და პედიატრი, კარდიოლოგი და რევმატოლოგი, თერაპევტი და ოჯახის ექიმი, ჰომეოპათი და ფიტოთერაპევტი, ულტრასონოგრაფისტი და მეთოდისტი. თუმცა მივიღოთ ყველაფერს თანმიმდევრულად. დავიწყოთ ეკოსკოპიის კაბინეტით, სადაც გარწმუნებთ უაღრესად სასიამოვნო და თანაც მოულოდნელი სიახლე გელოდებათ. ულტრასონოგრაფიულად აქ კუჭნაწლავის გამოკვლევა ხორციელდება. კუჭისა და ნაწლავის ულტრასონოგრაფიული გამოკვლევა არის შეყვანილი საერთაშორისო კლასიფიკატორში, რომელიც მიღებულია ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციით და მინიჭებული აქვს თავისი კოდი. ეს რაც შეეხება საერთაშორისო სტანდარტებს, თუმცა საინტერესოა ამ მხრივ მსოფლიოს სამედიცინო მეცნიერების პოზიცია. წელიწადზე მეტია, რაც აი საფუძვლიანი არის ფუნდამენტალური სახელმძღვანელო ულტრასონოგრაფიულ დიაგნოსტიკაში. ეს არ არის რომელიღაც სტატია ჟურნალში, ან თქვათ რაღაცა, სადაც 5 ტომეულია ეს სახელმძღვანელო და პრაქტიკულად მთლიანად მეოთხე ტომი მთლიანად მიძღვნილი არის კუჭისა და ნაწლავების ულტრასონოგრაფიულ გამოკვლევას. სადაც ძალიან დაწვრილებით არის ჩამოთვლილი და მოყვანილი მეთოდიკა ამ კვლევის. სხვადასხვა პათოლოგიების დროს ისეთები, როგორც ვთქვათ, კუჭის ეროზია, წყლული, პოლიპები, აღარაფერს აღარ ვამბობ სიმსივნურ წარმონაქმნებზე, რაც შეეხება, ვთქვათ, ნაწლავების პათოლოგიები, დივერტიკულები, კრონის დაავადება, ყველაფერი რაც კი არსებობს. საქართველოს რეალობაში მსგავსი კვლევები რატომღაც არც თუ ცნობილია. მიზეზების ძიებას ახლა ნამდვილად არ დავიწყებთ. გეტყვით მხოლოდ, რომ კუჭისა და ნაწლავების დაავადებათა დიაგნოსტიკაში ულტრასონოგრაფიას თავისი მეტად მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ის გარკვეულ შემთხვევებში გასტროსკოპიის ალტერნატივადაც კი შეიძლება გავიხილოთ. ინფორმაციის მიღების თვალსაზრისით თამამად შემიძლია გითხრათ, რომ გასტროსკოპიაზე უფრო ინფორმატიულიც კი არის. და რატო? იმიტომ რომ გასტროსკოპიის დროს ენდოსკოპიური კვლევით ათვალიერებენ ლორწოვან გარსიას, მაგრამ მოგეხსენებათ, თქვენ შეიძლება არ იცით, მაგრამ ცნობილია, რომ კუჭის კედელი არის 5 შრი არის. ჩვენ 5-ვე შრეს ვხედავთ ეხოსკოპიის მეშვეობით. გარდა ამისა, კედლის გარეთ რა ხდება, მაგასაც ვხედავთ. რაც ბუნებრივია, გასტროსკოპია ვერ ხედავს.
და სხვათა შორის ძალიან ხშირი შემთხვევებია, როცა ვთქვათ სიმსივნური წარმონაქმნებია კუჭის ან 12 გოჯა ნაწლავის, ხო? სიმსივნური დაავადებები, სიმსივნეს ახასიათებს ზოგჯერ და უფრო ხშირად ზრდის ტენდენცია არის არა ღრუსკენ, რაც ვთქვათ გასტროსკოპია, არამედ კედლის სისქეში, რაც ეხოსკოპიურად უფრო მკვეთრად გამოჩნდება ვიდრე გასტროსკოპიაზე. თუმცა ზემოთ ჩამოთვლილი უპირატესობების მიუხედავად, აღნიშნული კვლევა არც თუ ცნობილი და პოპულარულია ჩვენს ქვეყანაში. მის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ პაციენტებს და მეტიც, ამ ტიპის გამოკვლევას როგორც წესი არ იცნობენ ექიმებიც. ხშირად ვაწყდები როცა გამოვიკლევ პაციენტს, ვაძლევ დასკვნას და ვეუბნების რა ამ დასკვნით უნდა მიხვიდეთ გასტროენტეროლოგთან, ხო? მიაქცეს დასკვნა, მიდიან ექიმთან, გასტროენტეროლოგთან, წარმოედგინე და გასტროენტეროლოგი რო ეუბნება, ეს რა მომიტანე, ეს არ კეთდებაო. აი რა უნდა ვქნათ? ამ დროს კიდევ ერთხელ ვამბობ, შეყვანილია ყველა არსებულ საერთაშორისო კლასიფიკატორში, სახელმძღვანელოები ამბობენ. ესეთ მართლა გული მტკივა, რომ ექიმი იძახის ამას. მედიგარდის სერვისებზე საუბრისას შეუძლებელია გვერდი ავუაროთ ძვალსახსროვანი დაავადებების მკურნალობა რეაბილიტაციის მეთოდებს და აგრეთვე კლინიკის ექსკლუზიურ ნიშას, ჩაატაროს მკურნალობა მხოლოდ არахორმონალური препаратებით. В основном это пациенты с дегенеративными заболеваниями опорно-двигательного аппарата, то есть артрозы и остеохондрозы. Но также мы совершенно владеем реабилитацией пациентов после операций, после травм, переломов и так далее. То есть все пациенты после таких операций, как эндопротезирование крупных суставов, после операции на позвоночнике, здесь могут пройти полную реабилитацию. То есть спектр наших возможностей очень широк. Это начиная от физических методов воздействия, и таких как физиотерапия, лечебная физкультура, то есть кинезотерапия, так и более агрессивные методы воздействия, то есть более эффективные. Это локальные инъекции препаратов непосредственно в очаг поражения. ძალიან ეფექტურია და მნიშვნელოვანია ჩვენი აღდგენითი თერაპია პოსტოპერაციული პერიოდისათვის. იმიტომ რომ ცნობილია რომ პოსტოპერაციული პერიოდი სერიოზულ რისკებთან არის დაკავშირებული, რომ მღებულობთ რეციდივებს. რეციდივები ახლა ეს ინდივიდუალურია, მოდიან თქარი არა ერთ სეგმენტში, არამედ რამოდენიმე სეგმენტშია, როცა ერთ სეგმენტში უკვე არის, ვთქვათ, რეზექცია თიაქრის პრობლემა იჩენს მეორე სეგმენტში თავს. ხშირია შემთხვევები, როცა იმავე სეგმენტშიც. ეს ყველაფერი იმიტომ, რომ მიზეზთა მიზეზი ოპერატიულად არ ალაგდება, მიზეზი მაინც რჩება, უბრალოდ მოხდა დეკომპრესია ან მოხდა იმ მწვავე პროცესის დროებით, ასე ვთქვათ, მოცილება. ამდენად ჩვენი მეთოდების მეშვეობით კომპლექსური მედგომით სერიოზული ასე ვთქვათ, მკურნალობის შედეგად შესაძლებელია ასევე ლიზისი იმ კილოიდური ნაწიბურების, რომელიც ოპერაციის შემდგომ წარმოიქმნება ძალიან ხშირ შემთხვევაში, ამიტომ კოლეგებსაც მინდა მივმართო, ვინც არიციან, რომ ესეთი რამე არსებობს საქართველოს რეალობაში, ეს რეალობაა, თუმცა ნეიროქირურგები გარკვეული ინსტიტუტებიდან, კლინიკებიდან ჩვენთან თანამშრომლობენ, მათ დაინახეს დინამიკაში რაც ხდება, ამდენად მინდა მოსახლეობამაც იცოდეს, ვინც ჩაიტარებს უკვე ოპერაციას ხერხემალზე, სჯობია მობძანდნენ ჩვენთან, რომ ჩატარდეს реабилитация ამ проблемის. У нашего лечения нет побочных эффектов совершенно. То есть эти препараты, которые мы применяем, они широко известны, их применяют во многих странах мира. Это препараты на основе гиалуроновой кислоты, либо же на основе других препаратов растительного происхождения. რაკიღა რეაბილიტაცია ვახსენეთ, ბუნებრივია მედიგარდის შემთხვევაში გვერდს ვერ ავუვლით მის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას სპორტული რეაბილიტაციის სახით. საკმაოდ წარმატებით მიმდინარეობს სპორტული ტრავმების რეაბილიტაცია, მკურნალობა ჩვენ კლინიკაში. გვაქვს ერთ-ერთი უახლესი მოდიფიკაციის ფიზიოთერაპიის აპარატი, რომლის საშუალებითაც ვახდენთ სპორტსმენების როგორც მკურნალობას, ასევე შემდგომი მათი რეაბილიტაციის პროცესს. მედიგარდის სერვისებს შორის უნდა აღინიშნოს დღევანდელ დღეს უაღრესად აქტუალური პოსტინსულტური რეაბილიტაციის პროგრამაც, რომლის საშუალებით ქმედითი დახმარების გაწევა ხორციელდება პაციენტთა ამეტად მძიმე კონტინგენტისთვის.
2-3 კვირის შემდეგ უკვე შესაძლებელია ჩვენი რეაბილიტაციის ცენტრში მომართვა და რეაბილიტაციის კურსის ჩატარება. ეს ეხება როგორც ცენტრში აღდგენით თვითონ თერაპიას ჩატარებას ტრანსკრანიალური ელექტროთერაპია მიმდინარეობს, რომელიც საშუალებას იძლევა აღდგეს კვება ცენტრალურ დაზიანებულ უბნებში. ასევე პარალელურ რეჟიმში მიდის მუშაობა პერიფერიაზე. ჩვენ გვაქვს საუკეთესო კომპლექსური ფიზიოთერაპიული აპარატები, რომელიც აკეთებენ როგორც მიორელაქსაციას, ასევე მიოსტიმულაციას. ასევე არსებობს კინეზოთერაპია, რომლის მეშვეობითაც როცა უკვე საკმაოდ ღრმად წასული პროცესია და ქვედაკიდურების ან ზედაკიდურების მოძრაობის ფუნქციის აღდგენა ვერ ხერხდება. არსებობს მესამე ეტაპი რეაბილიტაციის, რომელსაც ქვია ჩანაცვლებითი თერაპია. და ჩანაცვლებითი თერაპიის შედეგად, რა თქმა უნდა, ეს არის შრომა პაციენტის მიერ გაწეული, მასწავლით სწორად როგორ უნდა მოხდეს, არის დანადგარები, მოძრაობითი თერაპია, რის მეშვეობითაც ხდება უკვე ხელახლა სწავლა თავის ტვინისთვის თუ კიდურმა როგორ უნდა იმუშაოს. როგორც უკვე ვახსენეთ, მედიკარში წარმატებით ფუნქციონირებს ფიტოთერაპიის და ჰომეოპათიის კაბინეტები, სადაც კლინიკის პაციენტებს თავის მომსახურებას გამოცდილი სპეციალისტები სთავაზობენ. დავიწყოთ ჰომეოპათიით. ჰომეოპათია არის ინფორმაციული მედიცინის შემადგენელი ნაწილი. ესე იგი, არსებობს უკვე 200 წელია და ყავს თავისი ავტორი, გერმანელი პროფესორი ჰანემანი. ევროპაში 50-80% მოსახლეობის იყენებს კურნალობის ამ მეთოდს და ითვლება პრიორიტეტულ მედიცინად. თუმცა ჩვენთან ძალიან ხშირად ერევათ ჰომეოპათია და ფიტოთერაპია, თვითონ ექიმებსაც კი. მაგრამ ეს არის აბსოლუტურად განსხვავებული ორი მიმართულება. უკვე 15 წელიწადია, აი რაც მინდა ყველაზე მეტად გამოვყო, ისეთ რთულ დაავადებასთან ბრძოლაში, როგორც არის C და B ჰეპატიტი. არის უამრავი მასალა, გვაქვს არაჩვეულებრივი შედეგები, ეს მასალა დადასტურებულია ლაბორატორული და ობიექტური კვლევებით. გარდა აი ამ ვირუსებისა, ჩვენ მუშაობთ ასევე ერთობლივად, მუშაობთ ეპშტეინ-ბარის ვირუსზე, ციტომეგალოვირუსზე, შემდეგ მარტივი ჰერპეს ვირუსზე, ჰერპეს ზოსტერზე და ასეთ ინფექციური დაავადებების გამომწვევებზე, როგორც არის ხლამიდია, ტრიხომონა და სოკო. ეს ყველაფერიც არის დადასტურებული ობიექტური მონაცემები. ამჟამად ვამუშავებთ კიდევ ერთ სქემას, მეთოდოლოგიას, რითიც შევეჭიდებით ისეთ სრულ დაავადებას, როგორც არის ფსორიაზი. რაც შეეხება ფიტოთერაპიულ კაბინეტს, აქ ძირითადად ქრონიკული დაავადების მქონე პაციენტები იღებენ დახმარებას, რომელიც აგრეთვე მინიმალური გვერდითი მოვლენებითა და მაქსიმალური ეფექტით გამოირჩევა. მწვავე მდგომარეობის შეიძლება დაინიშნოს რაღაცა ქიმიური პრეპარატი, მაგრამ ხანგრძლივად მის მიღება შეუძლებელია. რაც შეეხება ფიტოთერაპიას, აქ შეიძლება თვეების განმავლობაში მიღება. დღევანდელ დღეს კლინიკური მონაცემებია, ერთი და იგივე შემადგენლობა იცვლება 1 თვის შემდეგ, ამიტომ ჩვენ ძალიან ჩქარა ვღებულობთ შედეგს, დაახლოებით აი გავრცელებული ისეთი დაავადებები კუჭნაწლავის, როგორიც არის ეროზიული გასტრიტი, წყლოვანი დაავადება, პრაქტიკულად პირველივე კვირის შემდეგ იხსნება ტკივილი და მიდის ალაგება კუჭნაწლავის ფუნქციის. სავსე რომ იყო ჩემი ნაღველი კენჭებით და აი ჭამის საშუალება არ მქონდა, თვენახევარში უკვე 2 კენჭიღა იყო და გასუფთავებული ნაღლის ბუშტი. შემდეგ აი ესე ძალიან სწრაფად წავიდა მკურნალობა და აი ამჟამად ვარ კონსულტაციაზე მოსული და ერთ თვეში 3 მმ-მდე კენჭი რომ მქონდა, ეხლა 1 და 3-ია, განახევდა და უფრო მეტად და ეხლა აღარა ვარ საოპერაციო, ექვემდებარება მკურნალობას. და კიდევ ერთი კაბინეტი მედიკარტში, ოზონოთერაპიის ოთახი, სადაც წარმატებით იყენებენ ამ ბუნებრივ, უვნებელ და უაღრესად ეფექტურ მეთოდს ჯანმრთელობის სხვადასხვა პრობლემის მოსაგვარებლად. ჟანგბადის მიწოდება სჭირდება ყველა ორგანოს, აბსოლუტურად სისხლძარღვთა მიკროცირკულაციის აღსადგენად, იმისათვის რომ სისხლძარღვის კედლები არტეროსკლეროზის შემთხვევაში იყოს გასუფთავებული, გააქტიურდეს წვალიპიდური.
იმისათვის რომ იშემიური უბნები იქნეს დარეგულირებული, იმისათვის რომ კოლატერალები, მიკროცირკულაცია გაუმჯობესდეს, გაიხსნას და მაქსიმალურად უკიდურეს წერტილებშიც, პერიფერიაშიც იყოს მიწოდებული ჟანგბადი. რომელი დაავადება არსებობს, რომელსაც ეს არ სჭირდება? რომელი დაავადება არსებობს? პრაქტიკულად არ არსებობს, ხო? ამდენად ოზონოთერაპია კომპლექსურ თერაპიაში გამოიყენება პრაქტიკულად ყველა დაავადების დროს. გაჯანსაღების მიზნით ჩავიტარე ოზონოთერაპიის კურსი. მოხდა ორგანიზმის დეტოქსიკაცია, ორგანიზმი გამდიდრდა ჟანგბადით, გააქტიურდა სისხლის მიმოქცევა და ზოგადად თავს ჯანმრთელად გრძნობ. ცალკე საუბრის თემაა ოზონოთერაპიის გამოყენება დიაბეტის მქონე პაციენტებში. დიაბეტიან ავადმყოფებში სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ამ თერაპიას და მე მინდა ვთხოვ კოლეგა დიაბეტოლოგებს, რომ თამამად თავისუფლად შეუძლიათ დაანიშნონ თავის პაციენტებში კომპლექსურ თერაპიაში ოზონოთერაპია. მაშასე, მედიკარდი, კეთილი იყოს თქვენი მკურნალობის დაწყება იქ, სადაც იციან თუ როგორ მიხედოთ თქვენს პრობლემებს და როგორ დაამარცხონ დაავადებები. ჩვენი დღევანდელი გადაცემა დასრულდა. იმედი მაქვს, მისი საშუალებით არაერთი საინტერესო ინფორმაციით გაიმდიდრეთ თქვენი სამედიცინო ცოდნის დიაპაზონი და შესაბამისად კიდევ უფრო მეტი შეიტყვეთ ჯანმრთელობის შესახებ. აქვე ისიც უნდა შეგახსენოთ, რომ ჩვენთან დასაკავშირებლად უნდა აკრიფოთ ნომერი 218 1009. დაგვირეკეთ, შემოგთავაზეთ თემები, გაგვიმხილეთ პრობლემები და არ დაგავიწყდეთ. პულსის ყურება ყოველ შაბათსა და კვირას მაესტროზე, მოსმენა კი რადიო ფორტუნაზე შეგიძლიათ. ასე რომ გვიყურეთ მაესტროზე, გვისმინეთ ფორტუნაზე და რაც მთავარია, ჩვენთან ერთად იფიქრეთ და ისაუბრეთ ჯანმრთელობაზე. კარგად და ჯანმრთელად ბრძანდებოდეთ. ნახვამდის.